დავიწყოთ ანანო? დავიწყოთ მარიამ. 5 წლის წინ ანანოს დღევანდელი დღისთვის რომ შეიხედა, რა სიტყოდა? 5 წლის წინ ანანოს პირველად გავუსვა იგივეა, რომ ცოტა რეალური იქნებოდა ასეთ სივრცეში თავისი ბავშვობის ოცნებების ასრულება. გამარჯობა მარიამ. გამარჯობა ანანო. მოგვიყევი როგორი ბავშვი იყო მარიამი? მარიამი იყო მეოცნებე, აქტიური, ცელქი და მოსიყვარულე ბავშვი. გავს თუ არა 27 წლის ანანო თავის ბავშვობას? 27 წლის ანანო ზუსტად ისეთია, როგორიც იყო ბავშვობაში. გონია, რომ ყველაფერი, რაც წარმოუდგენია, შესაძლებელია. რას იფიქრებდა 5 წლის წინ მარიამს დღევანდელი დღისთვის რომ შეეხედა? იდეაში მარიამს არ წარმოედგინა, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცებს გეგმავდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც იამაყებდა, იმიტომ რომ ბევრი სირთულეები გადაიარა ამ წლების განმავლობაში. რაზე ვისაუბრებთ ამ პოდკასტში? ამ პოდკასტში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც მეხება მე და გეხება შენ. რატომ უნდა გუყურონ ჩვენ პოდკასტს დღეიდან? იმიტომ რომ აქ იქნება ყველაზე მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველაზე საინტერესო ინფორმაციები დაგხვდებათ ყოველთვის და ბევრს ვიჭორავებთ. აბა ბავშვებით ვიწყებთ? ვიწყებთ. დავიწყოთ? დავიწყოთ. ხო არ ნერვიულობ? კი, ძალიან და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვიცი სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ და TikTok-ზე, არ ვიცი, 2 წელია ძალიან ვაქტიურობ, მაინც ვფიქრობ, რომ აი კამერის წინ საუბარი ჩემთვის მარტივი არ არის. Public speaking-ი და საჯარო გამოსვლები უფრო მიადვილდება, ვიდრე კამერის წინ საუბარი. ნუ ხო, ეს მაინც ჩვენთვის რაღაც ახალია. გამოუცდელი ხარ ამ კუთხით და მაგიტო, მაგრამ ზოგადად მგონია რომ ეს ახალი გარემო და ახალი გამოწვევები არც ერთ ასაკში არ სრულდება და რაც დრო გადის და ვიზრდებით პირიქით რაღაც უფრო მარტო გვიწევს ხოლმე რომ გავუმკლავდეთ რაღაც ახალ გარემოს, ახალ ადამიანებს და რაც უფრო ვიზრდები კიდე უფრო უცნაურია რომ რაღაცა თავი უნდა წარმოაჩინოთ, თავი გააცნო ახალ აუდიტორიას, ახალ ადამიანებს და ალბათ აი ეს რაღაც დაძაბულობა და ნერვიულობა ყოველთვის არის ბავშვობიდან იწყება და ყოველთვის მიყვება ადამიანს. კი, ზუსტად ძალიან ბუნებრივი მოვლენა არის და იმის გამო რაღაც შიში გაქვს ზოგადად ახლის დასაწყისის. დღეს ვაპარაკობდი ზუსტად მაგ საკითხზე TikTok-ზე, რომ აი მაგ შიშის გამო ადრე შეიძლებოდა რაღაცები საერთოდ გამეუქმებინა და არ მეკეთებინა და დროთა განმავლობაში ვისწავლე ის, რომ აი მაგ შიშმა პირიქით შეიძლება აგვამოძრაოს და მოტივაციაც მოგვცეს და მოკლედ ჩვენ თვითონ ვაქციოთ და დავაფორმიროთ ისე, რომ შევძლოთ რაღაცების კეთება, რაც გვინდა რომ ვაკეთოს და არ მივცეთ მოკლედ ამ შიშს არ ჩავყვეთ ბოლოს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირიქით რაც უფრო მაგას აყვები, მასე ალბათ დაჯდები სახლში ბოლოს და რაღაც არაფრის გაკეთების სურვილი არ გექნება, იმიტომ რომ ეგ ხო იგრეა კომფორტის ზონაში და შენ სივრცეში როცა ხარ, ამ დროს პირიქით ყველაზე დაბალ დონეზე ხარ და ვერ ვითარდები რა. ზოგჯერ კი საჭიროა რომ დაუბრუნდე მაგას და დაისვენო და რაღაც ენერგიები მოიკრიფო, მაგრამ ალბათ რაღაც დრო რო გადის და უფრო ეჩვევე იმას, რომ შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ის რომ გაიზარდე და შენით გიწევს რაღაცების გამყვება, ეს პრობლემა არ არის, ყველა იგრევართ, ყველა გავდივართ ალბათ მაგ ეტაპს. კი და ზუსტად აი ეგ შთაბეჭდილება, რომ რაღაცა ძალიან რთული და გადაულახავად გვეჩვენება, ნუ მე პირადად მეჩვენებოდა ყველა ახალი დასაწყისი, რაღაც არ ვიცი, ძალიან დიდ მთად რომელიც უნდა გადამევლო და რეალურად არ არის ეგრე. უბრალოდ დასაწყისში ყველა სივრცეში, ოთახშიც რო შედიხარ, სადაც შენთვის უცხო ადამიანები არიან, მანდაც კი შეიძლება იგრძნო დაძაბულობა და რაღაც პატარა შიშიც როგორ მიგიღებს გარემო. შესაბამისად ძალიან ბუნებრივია და ეგ მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს ის და ყველა გადის. ეგ ყველას აქვს. უბრალოდ ზოგი მგონია რომ ბავშვ ყოველს ალბათ აი ეგეთი რაღაც თვისება რომ ექსტროვერტი ხარ, ინტროვერტი ხარ, რაღაცა ბავშვობასაც უკავშირდება, მაგრამ პირადად მეც გამომიცდია და ალბათ ყველა, ან ბევრს აქვს ესეთი გამოცდილება, რომ ინტროვერტი არ ვარ, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ხვდები რომ რაღაც ახალ გარემოში რაღაცები მიჭირს, იმიტომ რომ არა იმიტომ რომ მან ვურცხი ვარ, ან იმიტომ რომ რაღაც არ მსიამოვნებს, უბრალოდ თითქოს იმდენად ვარ მიჩვეული ყურადღებას და იმდენად ვარ მიჩვეული იმას, რომ არ მჭირდება ჩემი თავის წარმოსაჩენა თაღონთ, არა იმიტომ რომ ვინმეს მოეწონა თუ ვინმეს რაღაც ვალიდაცია დაიმსახურო, არა რა თქმა უნდა. უბრალოდ იმიტომ რომ გაგიცნონ რა, ვინ არის ანანო და რას წარმოადგენს. აი ეს თითქოს რაც უფრო ვიზრდები, უფრო და უფრო უცნაურია რომ ამის ჩემით ვჭირდება ამ ყველაფრის წარმოჩენა და ის რომ აი ვიღაცამ უნდა გაგიცნოს ნოლიდან. როცა რაღაცა აი ყოველთვის მე მგონია რომ მაგისტრის მშობლები არ გვამზადებენ. აი ხო, ეგ არის ალბათ მთავარი, იმიტომ რომ აი ბავშვობიდან ყოველთვის ხარ ყურადღების ცენტრში, ყოველთვის ანუ არ არის თანაუცილებელი მარტო დადებითი იყოს ეს ყურადღების ცენტრი რა, ანუ ყურადღების ცენტრში ხარ და მორჩა და რაც უფრო გადის დრო და უფრო დამოკიდებელი ცხოვრება იწყება,
უფრო გიჭირს ის რომ რაღაც შენი თავი დაიმკვიდრო, როგორც დაიმკვიდრებულად ვინც ხარის წარმოაჩინო, არა ის რომ ვინმეს თავი მოაწონო ან ვინმესგან რაღაცა დაიმსახურო რა. უბრალოდ ის რომ აი გაგიცნო რომ ვინ არის და როგორი ხასიათი აქვს, რა თვისებები აქვს, რა წინის, რა უხარია, ან უბრალოდ რაზე რა რეაქცია აქვს და აი მაგალითად ჩემი თავი პრობლემა რაც არის როგორც წესი, მაქვს ძალიან ისეთი გაბრაზებული ადამიანის მიმიკა, მართლა. მე დაჟინებული მზე. ხო, კი. და თუ მით უმეტეს რამეზე ვფიქრობ, არ არსებობს რომ რაღაცა შეიძლება ნაცნობა გამიაროს გვერდით და არ გამეღიმოს, არ გამეცინოს, იმიტომ რომ მე სადღაც სხვაგან ვარ რა ამ დროს. მაგრამ ხო ხდება ის რომ რეალურად ეს არ მოქმედებს, არ აღწერს ხასიათს და არ გამოხატავს ადამიანის განწყობას, შენიმას ასე შემდეგ, ხო. კი, მაგრამ მაინც აი სანამ გაგიცნობენ ვიღაცისთვის შეკრული კოპები გაქვს შენ და ავტომატურად ჭირდება რაღაცა, რაც ესე ვთქვათ, ამას გააბათილებს და წარმოაჩენს, რომ რეალურად ხო ეს არ არის შენი ხასიათი და შენი დამოკიდებულება ან განწყობა იმ ადამიანის კომუნიკაციის დონეზე მე უკვე იცვლება ეგ შთაბეჭდილებები. კი, უბრალოდ აი მაგასაც მგონია რომ სწავლა უნდა, რომ შენ ყოველთვის ყველგან ვერ გაგიცნობენ ესე თუ შენ რაღაცა არ დაუკვირდი რაღაც შენ საქციელს, შენ ქცევას და სხვათა შორის აი TikTok-ი ძალიან დამეხმარა მაგ საკითხში, რომ სახლში რო არ გამზადებს რა სამყაროსთვის დედა და მამა, იმიტომ რომ მათთვის ხარ ყველაზე ლამაზი, რაც არ უნდა ჩაიცვა, აუცილებლად გეტყვიან რომ ძალიან გიხდება და უცბად აი ამ რაღაც ტოქსიკურ გარემოში რო შევაბიჯე, აღმოვაჩინე რომ იქ თურმე ცუდი კბილები მაქვს, იქ თურმე ეს არ ვარ, გაიანდენი კომენტარები და შენი თავის აღქმა რაღაც უფრო ისე დავიწყე და აი მგონია რომ რაღაც ობიექტურობის შენარჩუნება მაინც ევალებათ მშობლებს და რაღაც საშინელი ლუქით რო ხარ წარმოდგენილი არ უნდა გითხრან თუათ რომ მოდი იქნებ ჯობია რომ შევცვალოთ ეგეც უნდა გაჟღერდეს რაღაც მომენტში. კი, იცი რა თან ბევრისთვის მარტო ლუქი და ვიზუალი არ არის. აი ზოგჯერ არის რომ ნებისმიერი შენი ქცევა იმათთვის არის მიღწევა და ქცევა ძალიან ისეთი იყო. იმიტომ რომ აი ნებისმიერი რამე, რასაც გააკეთებ, ისინი თვლიან რომ ეს არის შენი მიღწევა და ესეც არის ბავშვი როცა იზრდება და რაღაცებს სწავლობს და თავის თავს ავლენს, ხო? იქ ყველა ვარიანტში მშობელს აქვს ეს, რომ უხარია, იმიტომ რომ იმან რაღაცას მიაღწია, რაღაც ნაბიჯი გადადგა, რაღაც ახალი სწავლა, რაღაც ახალი დაგვანახა. მაგრამ აი ისიც რომ იქ შექმნილი ხასიათი და იქ შექმნილი შენი პიროვნული რაღაც თვისებები მართლა ყოველთვის მოყვება და მგონია რომ რაღაც ეტაპზე ეს უნდა გაგახსენდეს, რომ აი იქ რო ცოტა თავხედურად თავდაჯერებულიყავ ბავშვობაში, მაგრამ არა ადეკვატურად არ ხდები, ყველაფერი რაღაც ზომიერების ფარგლებში ეს არ მოდიოდა ყოველთვის ნოლიდან. ეს რაღაცას ექვემდებარება და შეგიძლია ეს გამოიყენო პირობაშიც, იმიტომ რომ მართლა რო დაფიქრდე, აი ზოგჯერ შენ თავს როგორც აკრიტიკებ და შენ რაღაცებს როგორც უკვირდები და აქცევ ყურადღებას სხვა არასდროს ეგრე არ გიყურებს და შენ რო რაღაცაზე შეიძლება ხასიათი გაიფუჭო ან განწყობა გაიფუჭო, სხვისთვის ეს იმ მომენტში საერთოდ არაფერი არ არის, არც აინტერესებს ის შენი რაღაც ნათქვამი, რომელიც მე გეკრინჯება, ან ქცევა, რომელიც გონია რომ რაღაც შესამჩნევი იყო, საერთოდ არც შეუმჩნევია და ამან შეიძლება შენი მე რაღაც დამოკიდებულება, განწყობა ძალიან შეცვალოს, გაგიფუჭოს რაღაცა ხანგრძლივ პერსპექტივაში. არა, რა თქმა უნდა, პოზიტიური აღზრდა ბევრად უფრო ისეთი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე დავარდნილი როცა ხარ ემოციურად, ზუსტად ეგ გაგაგრძელებინებს გზას, რომ გაგახსენდება, რომ აი დედა შენმა და მამა შენმა შენთვის ძალიან ბევრი ტაში დაუკრა და უკრავენ დღემდე და გამხნევებენ და მხარდაჭერას გაძლევენ და ну მაინც ცოტა ობიექტურობა უნდა შემოიტანო. ну ალბათ რაც ზოგადად მეტი გამოცდილება გიგროვდება თან ადამიანს დროთა განმავლობაში, რაღაცები კიდევ უფრო უკეთ გამოგდის და ბევრ რამეს ყურადღებას აღარ აქცევ და ის რაც ადრე შენთვის შესამჩნევი იყო და გეგონა რომ უნდა გამოასწორო, ამაზე უნდა იმუშაო, ან ეს უხერხულია, ან ეს შესამჩნევია სხვისთვის და ამის გამო ხა ის ამას იფიქრებს, რაც უფრო დრო გადის და ბევრი გამოცდილება გიგროვდება ცხოვრებისეულ ძალიან მარტივი, მით უფრო მარტივია მე ამ ყოველფრის გადალახვა და ბაცილდება და ხვდები რომ ეგეთი კრიტიკული თვალით არავინ არ გიყურებს, მხოლოდ შენ თავს არავის არ აქვს ამდენი დრო რეალურად, მე ეგრე მგონია რომ ეგრე ყველა შენს ქმედებას, ასაც შენ შეიძლება შენ თავს უწუნებდე, აქცევდნენ ყურადღებას და ზუსტად ეგ არის რომ ყველაფრის დასაწყისში გვაქვს ეს ნერვიულობა და ღელვა, მაგრამ გაკეთებადია. მე არ მჯერა რომ არსებობს რამე საქმე, რომელიც შეიძლება ვერ გამოვიყვანოთ. დღესაც გაგვიჭირდა დასაწყისი, მაგრამ მგონია რომ 3-4 ეპიზოდი და ბევრად უფრო გახსნილები და თავდაჯერებულებიც ვიქნებით.
კი, მე მგონი ეს იმაზეც არის, რამდენად გინდა ის, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ ალბათ აი რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ ყველაზე მეტად ქსიამონებს ის, რასაც აკეთებ და ასე ძალიან გინდა და აი რამდენიმე წლის წინ რომ შეგეხედა, ეხლა რასაც აკეთებ, ეს ხო ანუ ცოტა დაუჯერებელი იქნებოდა და რაღაცა ალბათ ძალიან მადლიერი იქნებოდა შენი აი ამ მომავალი თავის, იმიტომ რომ რაღაც დიდი ნაბიჯები გადადგა და მიაღწია იმას, რაზეც ვერ იფიქრებდა რომ დაიწყებდა, მაგრამ მე მჯერა იმისი, რომ რაღაცები არის, რასაც უბრალოდ უნდა დაუყრო, თვალი დახუჭო და გჯეროდეს, რომ გააკეთებ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ადეკვატურობის ფარგლებში, იმიტომ რომ დღეს ზოგადად იმდენი რამე არის ხომისაწვდომი და იმდენი რამე არის მარტივად გაკეთება და წარმოჩენილი, რომ თითქოს მარტივია, რომ აი შრომას ავიწყებს ადამიანს და ეგ ხო აი ეგ არ არის რეალური და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ აი ის რომ შენ თავზე თუ იმუშავებ, ყველაფერი გამოვა და ის სტრესი, რასაც იღებ რეალურად ყოველდღიურობაში, რეალურად მე მგონია, რომ საჭიროც არის რაღაც დოზით, ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გადამეტებული, მაგრამ სტრესი არის მამოძრავებელი ძალიან ხშირად ჩემთვის. შეიძლება ვწდები, მაგრამ აი რაღაცის შიში დავარქვა, ანუ სტრესს დავარქმევ, რომ აი რაღაცის მუხტი, ხო, აი მუხტი ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა იქნება. ეგ მუხტი ძალიან მამოძრავებ და ყველა ეტაპზე, როცა რაღაცა ახალს ვიწყებდი. კი, არა, სტრესი ხო, სტრესი კიდე სხვა რაღაც არის, აი მუხტი ალბათ, იმიტომ რომ მუხტი უფრო ეთყობა ადამიანსაც, მერე აი წინ რომ მიდის სტრესი ცოტა გაფერხებს. მუხტს მიყავ ხარ წინ და მუხტი პირიქით გაძლევს იმას სტიმულს მერე რომ ეს გააგრძელო და არ შეჩერდეს საერთოდ რა. არა, ნუ სტრესი ისეთი რაღაც არის, აი მე მაგალითად, მე თუ სტრესში ვარ, შეშტები და всё. ორი ვარიანტი არის, ნუ პრინციპში არის ზოგჯერ ის, რომ არანორმალურად ენერგიულად ვარ და მართლა შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ეგ არ არის კარგი, იმიტომ რომ მე მჭირდება რამდენიმე დღე რომ ეს ყველაფერი აღვიდგინო, მაგრამ გადახარშო რა გადაიარა და მე იმასაც ვიფიქრო, რამდენად კარგად გავაკეთე ყველაფერი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ არის მეორე ვარიანტი და უმეტესად მაინც ესე არის, რომ უბრალოდ შეშტები და არაფრის გაკეთების უნარი არ მაქვს და მე რო ხდები აგრესიულიც, ასე რომ აი სტრესი მგონი ყოველთვის რაღაცა რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება. ხო. ეთანხმები, უბრალოდ აი ჩემ შემთხვევაში უფრო ის არის, რომ აი მოძრაობ მაგ დროს უფრო მეტად გადარჩენის რეჟიმში გადავდივარ და აი ამ ქაოსიდან, სადაც სულ ერორები არის ჩემს გონებაში და მართლა მე შეიძლება ერთი კვირა დამჭირდეს მდგომარეობიდან გამოსასვლელად, საბა და მია არიან რაღაც მანათობლები, იმიტომ რომ უცბად შეიძლება მომაბრუნონ და სამყაროს ფერებს ვერ ვხედავ და უცბად დავინახო. ნუ აი მია არის ძალიან სასაცილო. რა მოგიყავი მიაზე? კომპლიმენტებს გეუბნება ხოლმე? კი, ყოველ დილით. იწყება კოცნით და დედა რა ლამაზი ხარით. კაი, მე მგონი ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, არავინ აღარ გამოგვიწერს. არა მეგობრებო. ხო, რაც არავის არ აკლია, მაგრამ პირიქით, მგონია რომ ჩვენ რასაც ვილაპარაკებთ, უნდა იყოს საინტერესო. უნდა იყოს საინფორმაციო და უნდა იყოს პრაქტიკული, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ბევრი რეალური არ გვაქვს. ხო. როგორ არ გვაქვს? გვაქვს, მაგრამ საინტერესო და მთავარი რაც არის, გვეყოლება ბევრი პროფესიონალი, ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისაც ბევრი გამოცდილება აქვს, ბევრი ინფორმაცია აქვს და შეუძლია გველაპარაკოს ალბათ ასობით ადამიანის მდგომარეობაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდა იმისა ის რომ არსებობს რაღაც დეტალები, რაც ყველას გვაერთიანებს და ალბათ ყველას ცხოვრებაში გარკვეული დოზით არის, მაგრამ რაღაც მომენტში გონია რომ მარტო ვართ, გონია რომ სხვა ჩვენზე ბედნიერია, გონია რომ სხვა ჩვენზე უფრო უკეთ არის ეხლა და მე რატო ვისჯები თუ რაღაც ესეთები, ხო? აი ამ დროს რა და როგორ გავაკეთოთ და ის რომ სხვაც შეიძლება ზუსტად იგივე მდგომარეობაშია, ამბაზეც ბევრი ვილაპარაკოთ. კი, და ეგ მგონია რომ ჩვენი გამოცდილებიდან ძალიან ბევრის მოყოლა შეგვიძლია, რაც იქნება გამომხნევებელი და მხარდამჭერი. ანა შეყვარებული ყავს? არა. მაგრამ ეს single. მე არ მკითხო ეხლა ყველა მეცი. მაინც მოგვიყევი შენზე. შენზე და საბაზე მოგვიყევი ყველა მაინც. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს, ცოტა დაძმური მეგობრობაც. იმდენი წლის განმავლობაში ვიყავით ჩხუბში, მე-7 კლასში თუ მე-6 კლასში ვიყავი, რომ გავიცანი და მას მერე ესე on and off. მოკლედ მთელი თინეიჯერობა და რაღაცა ყველაფერი რაც ამ პერიოდში ხდება და ადამიანის განვითარება ეს ამბები ერთად გადავიარეთ, კი ვხუმრობ, მაგრამ არ იყო მარტივი გზა, იმიტომ რომ ურთიერთობა რო გადარჩეს ეგეთი ბავშვობიდან დაწყებული ურთიერთობა ძალიან იშვიათი მგონია და მგონია რომ ორივეს მხრიდან ძალიან სერიოზული შრომა იყო მაგისთვის საჭირო. უბრალოდ ავირჩიეთ ერთმანეთი და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და
ეგ იყო მიზანი, რის გამოც ბევრი სირთულის და რაღაცების მიუხედავად, მაინც ერთი გზით დავიწყეთ სიარული და გავაგრძელეთ. ხო, ისე ეგეთ ასაკში ესეთი გააზრებული გადაწყვეტილება არა, ეს მაშინ არ იყო ესე გააზრებული, ეს უკვე მე მივხვდი, რომ რეალურად ამას ვაკეთებდით. უბრალოდ რაღაც ბუნებრივად, რომ ვიღაც ძალიან შენი ადამიანი არის და არ გინდა რომ დაკარგო, მაგის მოფრთხილებას ვცდილობდით ორივე. ხო, მაგრამ ის რომ გაიაზრო, რაც მნიშვნელოვანია, გინდა რომ კარგად მოსქნა რაღაც შენ გქონდეს და ხო რაღაც არ დაკარგო, რა თქმა უნდა, მაინც გააზრებულია. ის რომ რაღაცა პასუხისმგებლობაა და ეს რაღაც ცოტა სირთულე ამას ალბათ მერე უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე იგებ, მაგრამ იმ მომენტში რომ შენთვის მნიშვნელოვანია და არ გინდა ამის garaშე დარჩენა და ამის გაშვება, ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს მაინც გააზრებულია. ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო სხვა რაღაცეები და სხვა ურთიერთობები, აი ვერ რა არ გამოდიოდა. ძალიან შეიძლება ვერ გამიგოს ახლა ისეთ უცნაურობას ვაპარაკობდე, მაგრამ არ ვიცი, ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდით ერთმანეთთან თავს და მოკლედ ბევრი შრომა უნდა ყო და არა ეს არ სრულდება რაღაცა დავქორწინდით და happy end-ი არ არის. მე კიდე უფრო საინტერესო რაღაცები იწყება და მგონია რომ მაგასაც ისეთი მუხტით უნდა შეხედო, რომ გამოვიდეს თანაცხოვრება და პარტნიორობა. სწორქრობა რაღაცნაირად. ხო, ისე შეიძლება ვერ ვიცახი. ჯერ კიდე შეყვარებულები. კი, დღემდე მთელი ჩემი სამეგობრო, შენი შეყვარებული თუ რაღაც. სამარად ჟამო შეყვარებულები. ხო, ისე ეგეთი ინფორმაციის მოსმენაც საინტერესოა, იმიტომ რომ მაინც არსებობს ისეთი სტერეოტიპიც, რომ რაღაცა ან ძალიან რუტინა ხდება და ხა მე ჩემი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ბევრი მეგობარი გარშემო თავიდან ეჯახება სირთულეს. ბევრისგან მომისმენია ეს. ამბობენ, რომ პირველ 5 წელს თუ უძლებს ქორწინება, გაუძლებს დანარჩენ რაღაცებსაც და აი ეგ რუტინა ცალსახად დგება, წარმოუდგენელია რაღაცა სულ იმაში, როგორ პეპლების ტრიალში იცხოვრო და არც მგონია, რომ ჯანსაღი არის მაგ ემოციით მუდმივად ყოფნა. შესაბამისად, უბრალოდ ამ რუტინაში მე სხვა რაღაცეები შემოდის, მეგობრობა შემოდის, კიდე უფრო მეტად. რაღაცა საერთო მიზნები შემოდის, ბავშვი შემოვიდა, რომელმაც რა ვიცი, ყველაფერი ასმაგად უფრო ფერადი და საინტერესო გახადა. და რა ვიცი, რაღაცაზე ძალიან რომ დღეს გქონდა ეგეთი მომენტი, რომ ვლაპარაკობდით მოკლედ რაღაცა არ გამოდის და რაღაცა ვკითხე და ნუ ძალიან ისე სერიოზულად და სევდიანად ესე ვიტყოდი მიპასუხა და მე უცებ ნახე მივსვიმ რა თქვა. და აი დავუბრუნდით ჩვენს ბედნიერ ცხოვრებას და სადმე მივაკაკუნები. კი, აი მაგ ბედნიერების შეგრძნება უნდა გქონდეს. დღეს ძალიან ისეთი რაღაცა ემოციების ბევრი ის მქონდა გროვა და ჩავწერე ძალიან საინტერესო ვიდეო, სადაც მოკლედ მოვყევი, რომ პირველი 1 წელი ქორწინების მერე აგვერია აი აბსოლუტურად ყველა გეგმა რაც დასახული გქონდა და მოკლედ პანდემიის გამო იდეაში და პანდემიის დრო რაღაცა ცოტა ისე გამოგვეყენებინა, გადავწყვიტოთ რომ ბავშვი ყოლოდა და ნუ მოკლედ აი მთელი ეს ისტორია რა რაც მაგ პერიოდში გავიარეთ, რაც არ იყო მარტივი და იქ მე მგონია რომ ცალკე უნდა ჩავშალოთ. და მაშინ მოკლედ აი ერთადერთი დარდი რაც მქონდა ის იყო რომ მეჩქარებოდა სადღაც მეჩქარებოდა იმაშიც რომ მეპოვა ჩემი კარიერული გზა, იმიტომ რომ რაც ეცვალობდი ის აღმოჩნდა რომ არ მომწონდა, მეჩქარებოდა ისიც რომ შვილი მყოლოდა რა თითქოს აი თან იზრდები და აი ეს დარდი სულ დაყვება რომ აი ახლა 25 წლის ვარ და ჯერ არაფერი არ გამიკეთებია მნიშვნელოვანი, 22 წლის ვარ და ჯერ არაფერი არ გამიკეთებია მნიშვნელოვანი და აი მაგაზე მაინტერესებს შენ როგორ გრძნობ თავს მაგ საკითხს, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ბევრი გოგოსთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირი დარდი. კი, იმიტომ რომ ეგ ზოგადად ხო ესე ქალს თითქოს უფრო რაღაც შეზღუდული აქვს დრო. თუმცა მგონია რომ იმაზეც არის აი ვის რამდენი შვილი უნდა. ვიღაცას თუ ერთი შვილი უნდა, იმისთვის მგონია რომ აი უფრო რაღაც დრო არის რა წინ. ხო, ის არ დარდობს იმდენად, იმიტომ რომ იმას ცოტა სხვანაირი ის აქვს, იმას ურჩევნია რაღაც სხვა კუთხით განვითარდეს და იმისთვის ეგ უფრო არის მნიშვნელოვანი და ხო, ის არ თulis რომ რაღაცა შეზღუდულია, რომც იყოს რეალურად შეზღუდული, იმიტომ რომ ესე რომ სამწუხაროდ არავინ არ იცის პირადი ზღვარი სად აქვს. მაგრამ მე ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა რომ უბრალოდ ვერ წაღვიქვამ ჩემ ასაკს. მე ვერ თვლი რომ ვარ 27 წლის, იმიტომ რომ მგონია რომ ხო აი პანდემიის დროს ყველას რაღაცა გაგვიჩერდა ეს რაღაც
გაზრდის და რაღაცები რაც მაშინ უნდა მომხდარიყო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს იქ ისე გაჩერდა ჩაიკეტა რომ რაღაცა იმის მერე მე მიჭირს გაანალიზება რომ რეალურად იქ დრო გავიდა ხო იქ დრო გავიდა მანამდე ცოტა კიდე სხვანაირად ფიქრობდი ბევრ რამეზე და მანამდე მქონდა ეს რომ დროში შეზღუდული ვარ და ყოველთვის წარმომედგინა რომ ანანო 20 წლის რო იქნებოდა დედა მაგრამ მე ხო რაღაც ისეთები როგორი სტერეოტიპები არის არა მე მინდოდა მე გააზრებულად მინდოდა ეს არ მქონდა რაღაც გაუაზრებელი უბრალო რაღაც ის რომ ან ვინმეს მხრიდან მქონოდა რაღაც უბრალოდ აი ისიც მოხდეს რომ ბავშვობაში თეთა ჩემი 24 წლის იყო მე რო ყავდი 25-ის მაგრამ რატომღაც აი კლასში ყველაზე დიდი დედა მყავდა მე და ძალიან ისე მქონდა მაშინაც გამჯდარი რომ მე ახალგაზრდა დედა უნდა ვიყო და თითქოს მაშინ ხო აი ეს 24-25 წელი ძალიან ბევრი იყო მაგრამ მგონია რომ არ ვიცი ეს ჩვენ გვაქვს ბევრი რამე ხელმისაწვდომი თუ სხვანაირი განვითარება არის 90-იანების ტრამბებმა გამოიწვია რეალურად ეგაზროვნება მაგასაც ვერ იტყვი მაშინდელი 20 წლის ადამიანი აი იქ 20 წლის იყო ჩვენი მშობელი შეიძლება ბევრად უფრო განვითარებული და წინწესული იყო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით რაღაც აი პირადული განვითარების თვალსაზრისით ვიდრე შეიძლება დღეს იყოს 25-26 წლის გოგო ასე რომ ხო აი ეს რაღაც ხო და აი ეგ ზუსტად მგონია რომ რაღაცა სიდუხჭირე, სიმძიმე, აი მაგ ფაქტორებმა გაზარდა ეს ბავშვები ძალიან სწრაფად. ჩვენ დროში ტექნოლოგიის განვითარება ძალიან ბევრ რამეს ცვლის. დღეს თუ რაღაცის სამეცადინოდ და სასწაულად მჭირდება რამდენიმე საათი, იგივე რაღაც უნივერსიტეტში და იგივე პროგრამაზე ჩემი მშობელი მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში მეცადინეობდა, იმიტომ რომ ის მეცადინეობდა წიგნთან, ის მეცადინეობდა და წერდა ხელით და მე დღეს შემიძლია რომ გავხსნა ლეპტოპი და რაღაცა 1 საათში დავასრულო და მგონია რომ ამასაც აქვს რაღაც გარკვეული გავლენა იმაზე თუ როგორ ადამიანად ყალიბდები. ასე თან ხედავ რომ ყველაფერი მარტივია და ასე უკვე რაღაცებს სხვანაირად უყურებ და ხო აი ესეც არის ალბათ მე მეტი შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ მე თუ ადრე საერთოდ არ მიფიქრია კარიერულ განვითარებაზე, უცებ რაღაც ეტაპზე აღმოჩნდა რომ ძალიან უცებ შემიძლია ძალიან წინ წავიდე. რაღაც ეს პანდემიის მერე უცებ რამდენიმე თვეში გავიმარჯვე Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში, ჩემი და საერთოდ წარმოუდგენლად აქამდე რომ არ მქონდა რაღაც არც ამბიცია და არც მოლოდინი ამისი, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ რაღაცა სხვა რაღაცების კეთებაც ძალიან მინდა და რაღაცა ესეც მინდა, ისიც მინდა და ეს ყველაფერი ერთად მე სადღაც განერვიულებს და იქ გაქვს რომ მაინც გეჩქარება, კი. მაგრამ ეგ რა კარგი არის რომ აი ადრე ეგეთი სტერეოტიპით ვცხოვრობდი რომ მეგონა რომ ადამიანი რაღაც ერთი ხაზით უნდა ეცხოვრა, ერთი კარიერა რომელსაც აირჩევდა, ის უნდა ეკეთებინა მთელი ცხოვრება და რაც ვიზრდები ხვდები რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე აქაც ამოვწურო ჩემი თავი და საერთოდ სხვა რაღაცის კეთება მომინდეს, ანუ დღეს რასაც ვაკეთებ იმაშიც ამოვწურო და აღარ მაინტერესებდეს და დავკარგო ეგ რაღაც მუხტი და მგონია რომ დღევანდელ სამყაროში ძალიან მიღებული ამბავი არის რომ თუნდაც აი ეგეთი დრამატული ცვლილება მოახდინა, რაც მე სხვათა შორის ძალიან მიყვარს შენს კარიერაში. კი, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ რა გარემოში ცხოვრობ, ამასაც აქვს გავლენა, იმიტომ რომ ზოგადად ხელშეწყობა გარშემომყოფების ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგი თვითგადარჩენისთვის აკეთებს, რასაც აკეთებს და იმისთვის ესეთი დრამატული ცვლილება და ესეთი დიდი ნაბიჯი ხო ცოტა წარმოუდგენელია, ამიტომ აი რაღაც ის სტერეოტიპი, რომ შენ თუ რამეს აკეთებს, ყველაფერი გაქვს, აი ზოგისთვის ძალიან გამაღიზიანებელი ხდება და აი მინდა რომ რაღაცა ამაზეც ვისაუბროთ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და ის რომ დღეს შენ ნულიდან იწყებ რაღაცას არ ნიშნავს იმას რომ სადღაც ოცნების უფლება არ გაქვს პირიქით, იმიტომ რომ რასაც ნულიდან იწყებ იმას ზუსტად ბოლომდე მიიყვან და რასაც შვიდან იწყებ და რასაც გაუაზრებლად იწყებ და რაღაცა არ გაქვს თითქოს ამის პასუხისმგებლობა, მერე სადღაც ადვილად ანებებ თავს. და სამწუხაროდ ჩვენ გარშემო მგონია რომ ჩვენ თაობაში ბევრია ესეთი რომელსაც მარტივია თითქოს ყოველფრის მიღება და ამიტომ რაღაცა შრომისგან თავს იკავებს. აი ხო ესეთ შემთხვევაში ბევრია სამწუხაროდ. შეიძლება იცი რომ აი იმდენი შრომა რაც პირობითად ჩვენს მშობლებს სჭირდებოდათ, ხო ალბათ ცოტა გაზარმაცება, ეგეც ალბათ გაჯეტების ამბავი რაღაც დოზით არის რომ გაზარმაცებული კონცენტრაცია დაკლებულიც ვართ მეც მეცადინეობის დროს როცა ვსწავლობდი და დამიჭერია ასე ვთქვათ ჩემი თავი რომ ძალიან მიჭირს კონცენტრაცია. საბოლოო ჯამში მგონია რომ პოდკასტში ძალიან ბევრი
თემის განხილვა იქნება, რომელიც არის დღესდღეობით ყველა ადამიანის ყოველდღიურობა და ეს პროფესიონალები ვინც ამ ყველაფერს შეკრავენ და ამ ყველაფერზე თუ რამეს ცოტა სხვანაირი პასუხი აქვს ჩვენ რაიმე განწყობას, ჩვენ რაიმე ქცევას, ჩვენ რაიმე დამოკიდებულებას, ან ზოგჯერ უბრალოდ შევეხებით ჯანმრთელობის პრობლემებსაც, შევეხებით სილამაზესაც, შევეხებით ცხოვრების წესსაც და აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დოზით გვხვდება. ამიტომ მგონია, რომ აუცილებლად პირველი YouTube-ური გაჟღერება აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტი. როგორია მარიამი, იმაში როგორია სტრესში, ყველაზე საინტერესო პიროვნებაა, ხო, ნამდვილად სტრესში. შეხათაშორის, სტრესში ძალიან ბევრი მყავს ხოლმე გარშემო. მე ვარ ოჯახში ის, ვინც არასდროს ან თუ სტრესში უბრალოდ ისეთია, გაყინული, განულებული და ზის და არაფერს არ აკეთებს, ვერ აკეთებს, იმიტომ რომ მაგ დროს რომ რამე გააკეთოს, ან ყველაფერს დაამხობს და ყველას დაამხობს, ან პირიქით რაღაცას ძალიან მაგარს გააკეთებს, მაგრამ მე მოწყდება. მაგრამ როგორც წესი ჩემ გარშემო ყველა სტრესშია, ყველა დარბის, ყველა გარბის და შვიდად. იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც თუ ვერ გამოვა, აზრი არ აქვს და თუ უნდა გამოვიდეს, იმას გავიაზრებ ხოლმე რომ ის თუ უნდა გამოვიდეს, მაშინ ესე უნდა გავაკეთო. თუ არ ვაკეთებ, ესე იგი არ მინდა რომ გამოვიდეს და всё, ძალიან მარტივად ვწყვეტ ხოლმე, რაც მე მეხება, მაგრამ ის ხვას რო ეხება. ჰოროსკოპებზეც უნდა ვილაპარაკოთ. ჩემი აზრით. მე არ მიყვარს აქ თემები, მაგრამ ვილაპარაკოთ. არა, აუცილებლად. ბევრს აინტერესებს. ყველა გოგოს უყვარს, შენ ხარ გამონაკლისი. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი პოდკასტი. და გაგვიხარდება თუ დაგვიწერთ კომენტარებში თქვენი მოლოდინები რა არის და რა თემები იქნება უფრო საინტერესო თქვენთვის.